ერთი ძველი ანეკდოტი უნდა მოგიყვეთ. ადრე იყო მეტყევეები, ანუ ახლა რომ რეინჯერები არიან, ტყის დამცველები, ისე იყო მეტყევეს უძახოდნენ. რომ მოჭრიდი შეშას, ან დაგაჯარიმებდა, ან დაგიჭერდა, გააჩნია რამდენს მოჭრიდი. და ეს ერთი მეტყევი არის ტყეში ახლა იცავს ადგილს თავის ტერიტორიას და ესმის რაღაცა ხის მოჭრის ხმა არის, ნაჯახს უგაკუნე ვიღაცა და მივახა და რა შვები ახლა რა ხეებში ხო და უწყებს ახლა უნდა დაგაჯარიმო შენ ან უნდა დაგიჭირო ხო და ეს ხვერწება არ დამიჭირო და დამაჯარიმო თუ გინდა რო არ დაგაჯარიმო უნდა გეხმარო და რა გზა აქვს ახლა მკაც სხვა ახლა და კაიო დათანხმდება და ესე მიაბავს ხეზე და ისე იხმარს ხეზე მიაკოჭა და ჩახტის შარვას და გამიშვი ახლა ისე უნება ხო იმასკენიო მიხმარეო და არ გოუშვებს ახლა ეს და წავა ისე მიატოვებს ამა ხეზე მიმულს რა ქნას ახლა ხეზე არის მიმული და გადის ახლა რამოდენიმე ხანი 1 საათი 2 საათი და მოდის ვიღაცა კაცი მოდის და ეს უძახის მიშველეო მაქო მოდი მიშველეო მივა ახლა რა ხდება რა იყო რატო ხარ ხეზე მიმულიო რატო და ასეო მეტყევემ დამიჭირო და თუ გინდა რო არ დაგაჯარიმო უნდა გიხმარო ხო და უხსნის ახლა ეს თავის გაჭირებას და ახლა ეს კაცი ეტყვის ისო იდი ერთი შველა ითხოვე ხომაღლა და იყვირო კაიო ახლა ეს ყვირის გამწარებული მაღალი ხმით მიშველეთ არავის ხმა რო არ ისმის და ბაიბუსი რო არაფერი არის ამ კაცმაც იხელთა მომენტით და ამ კაცმაც იხმარა ისე ეს კაცი ხო და ესეც მიატოვებს არ გოუშვებს ხიდან მიმული არის ისე და ესეც მიატოვებს წავა რა ქნას ახლა მიმულია ხეზე ორმა კაცმა იძალა და რა ქნას ახლა გამოჩნდება ვიღაცა მესამე გამოჩნდება და არა იქა მიშველო ეს ყვირის ასე და ასე გადახვდაო ესე მიმატოვესო მიხმარესო მოკლედ ამანაც უთხრა რომ მიდი ერთი შველა ითხოვე ხომაღლა იყვირო ესეც ყვირის მიშველეთო არავინ ხმას კაცი შვილი არავინ არ გამოჩნდება და ესეც იხმარს მესამე კაცი ხო და მიატოვებს ესეც წავა ახლა იტოვებული არის ხეზია მიმული სამაკაცმა იმასახნა ხო და რა ქნას და გამოჩნდება ახლა კიდე ამოდინმე ხანში 1-2 საათში ვიღაცა მე-4 კაცი გამოჩნდება ხო და დეინახავს ახლა კაცი არის მიმული და მივა და რა იყო რა ხდება შენ თავსო რატო ხარ მიმულიო მოდი ახლა მიხმარეთ თუ ხმარობ და თავი დამანები აღარ მაგ ახსნის თავიო მას ეგონა ესეც თუ იხმართ